ვიღაცა გოგოებს ვეტყვი ხა რო იოგაზე თუ უნდათ შემოსვლა. კაი, იყოს სოსისი მოკლედ რა. ერთი პორცია რა. სოსისი არის რაღაცა იმის რა. კატის ალბათ. მოვედი, როგორც დაგპირდით. ძალიან ცუდ დღეში ვარ. გადავივლებ და მოვალ. Здорово. მიახლოებით არის პირველი საათი. დილით ვერ ვიღვიძება იგივე გრაფიკი მაქვს, რა გავაკეთო არ ვიცი. დავიფიქრე ესეთი რაღაც. ბევრი ვიდეო არსებობს ქართულ YouTube-ზე, 1000 ლარის ჩელენჯი, 5000 ლარის ჩელენჯი. ჩემს არხზე არ ყოფილა ვიდეო. შეტრიალებული ამბისი. ახლა ნახოთ იდეაში 20 ლარით ხურდები უნდა მქონოდა ესე გამზადებული 20 ლარის, მაგრამ 20-იანი მაქვს კუპიურა, მე დავშლო 24 საათის მანძილზე მაქვს 20 ლარი. უნდა დავლიო, ჭამო, გავერთო, სადმე უნდა დავრჩე, უნდა დავკავდე ისეთი აქტივობები. ეს ვიდეო ვიღაცებისთვის იქნება შემეცნებითი, რომ 20 ლარად იდეაში ადამიანს რა შეუძლია გააკეთოს ბათუმში. ეგეც საინტერესოა ვიღაცისთვის იქნება მთლიანად საღადაო ვიდეო. ყველაზე მაგარი იქნება ზოოპარკში რო გადავძვრე, მაგრამ ეს ვერ გადმოძვრება. მე წე იყო უნდა კამერაში. მე წევიყო. მაგრამ დაცვა არ მოხსოვს. მოყომარდება. უეჭველი მოყომარდება. ძალიან ცუდი ამინდი გაგვეჩითა, რაც დილა არ არის იდეაში და შუა დღე არ არის მთლად, მაგრამ პირველი აქტივობა რა უნდა გაგვეკეთებინა თუ არა იოგის გაკვეთილების ჩატარება. უფასოდ მე მგონი შემიძლია რომ საკუთარ თავს კარგად ვასწავლო იოგა. თან დედის მტყნელ ზმანზე ვარ გამოსული კაკრას მაგისტრის მაცვია და ცოტას გავივარჯიშებ პირბენ ამ ტბაზე შეგვიძლია რომ რამოდენიმე წრე გავაკეთოთ, მე გავიჩერდით იოგის გაკვეთილები ჩავატაროთ და მე ამასთანავე დამატებითად ვიმუშავებ. ხო და ეხა ავარჩევ ბალახეულ სივრცეს TikTok-ში და შევარდები და იოგის გაკვეთილებს ჩავატარებ და სასურველი არის რომ ვიღაც ტიპები დავითრიო, ვინც ჩემთან ერთად დაკავდება იოგით. მაგრამ პირდაპირ ვირბინო, ხო? აი, წავედი. აუ, ძაღლი არის, ამის დედა მოყან, ეხა ამეკიდება უეჭველი შეჩემ. დევიღალე უკვე შეჩემ. თანაფერცი ხელი არ უყანყალებდა შეჩემო და მთელი ტანით მოძრავ. იაფად ჯამთელი ცხოვრებაც ხდება. ვიღაცა გოგოებს ვეტყვი ხა რო იოგაზე თუ უნდათ შემოსვლა. იოგაზე არ დამესწრები. აქ დავკავდები იოგით. მე ყოველ შემთხვევაში შევეცდები რომ ვიღაცები შემოვიერთო იოგის გაკვეთილებზე და ვინმეს თუ უნდა პოზიტივი ვიყო, მე გვიანი არ იყოს. იოგისთვის რო იცოდეთ, პირველ რიგში მთავარი რა არის რა? იოგაში ყველაზე მეტად სუფთავდება ენერგეტიკა და რა არის ენერგეტიკა თუ მაჯები არ გაქვს გახურებული. პირველ რიგში ვახურებთ მაჯებს. კაი, გახურდა მაჯები. მაჯები გახურებულია, შეგვიძლია უკვე სულის გაწმენდაზე ვიმუშაოთ. რა გაცინებ შეხლეხუ ვარ. ეს არის სახსრების გახსნის მასაჟი, ამის გარეშე ფიზიკურად არც უნდა ივარჯიშოთ, მით უმეტეს იოგა, როგორც გითხარით, არ არის ვარჯიში, არის სულის გაწმენდა. მოდი, შემომიერთდი და რაღაცებს დაგამოღავებინებ. მოდი, მეორეჯერ რომ მოხვალ, ჩემი დედამთან ამით არ დაგინახო მოსულ ჯინსით. პირველი არის სულის სისუსტე. ასეთი ვარჯიში არის. სულის სისუსტე შენ ვერ მიაღწევ. დაჯე უკან. მიბრუნდი პიდარასტო იქეთ, ხო? ამოდი და დინგ. თავი მაღლა. სტალინის ქუჩას უნდა უყურებთ. ტრაკი უკან გაწიე ბიჭო. ისე. წელში რო დაგენდო მე გასწორთ. გააჯიბი რა ბოშვილი ვიყო რა. ნახუი რა. შემდეგი ვარჯიშისთვის საუცილებელია არის და დაგჭირდება ხე. სულის გაწმენდას. ქვია აბაროტი. მიხვდებით რატომაც ქვია აბაროტი. მიდიხარ ხესთან. სანამ დაიწყებთ შესრულებას, ხის ენერგეტიკა უნდა იგრძნოთ. ხის ენერგეტიკას თუ ვერ გრძნობ, აი იმ ხის დედას მაშინ სხვა ხე უნდა იპოვოთ აუცილებლად. ფეხით ეჭიდებით, ვცდილობთ იპოვოთ თქვენი ჰარმონია. მე როგორც ხედავთ, ეხა არ ვირყევი საერთოდ და ვარ იდეალურად. ბოლომდე ქვევიჩადე ხარ, ბოლომდე, სადამდე შეგიძლია. მარცხენა ფეხი იჭიმება, ჰოპ, всё. იმას აცდები. შუმად ბიჭო რა, ბოზიშვილი ვიყო, რა გჭირს შენ მართლა.
გაუშვი ყველა ყლეში მიცხოვრებით. სასურველია ორივე ფეხი შედგათ, მაგრამ იყოს ერთიც. როდესაც თქვენი სული მიცემა მთლიანად სიმშვიდეს და ჰარმონიას, მაშინ შეგიძლიათ, რომ ყლეს დაიკიდოთ ვარჯიში და წავედით ახლა იმუშაოთ. სკამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ სკამზე მიდი იგივე გააკეთე, არ მოქმედებს. ეს აუცილებელი არის, რომ თოლიას ბუტკის უკანა სკამზე გააკეთოთ ეს ვარჯიში. ჭდებით, ვითო ისვენებთ რა. ამ დროს პრობლემები გაქვს. იქ რაღაცა ფული, ვალები, ვიდეო გადასაღები, სპონსორი გელოდება, 1000 რაღაცები ხდება. ჰოპ, ყველაფერს ყლეზე იკიდებ. აქ ჩანჩქერის ხმაც ისმის, თან გვერდით იცით თოლიას ბუტკა გაქვს და ნაყინებს აკეთებენ, ცხოვრება მშვენიერი. ბლია, ის კაცი რომელმაც ახლა ინტერვიულა, შეგვიძლია მივიდეთ შევთავაზოთ აქ იგივე ილეთის გაკეთება. მოდით სულიერ ხესთან აჭარული საკურა, რომელიც ყავდება ზაფხულობით. ეს არის ლი, რომელთან ერთადაც შევასრულებთ ვარჯიშს, რომელსაც გვია განიტვირთე ხეზე. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად სუფთად გავაკეთოთ ყველაფერი. დავიწყოთ. ეგა იოგის და ვარჯიშის შემდეგ ისევ ჩემს საყვარელობას ავტოსადგურს დაუბრუნდი. მე ამ თანხის სანაცვლოდ ჩემეძო რომ სადმე საცხობში მეჭამა იდეაში თავისუფლად და ძალიან ჩვეულებრივად, მაგრამ ვიდეოსთვის იქნებოდა ყლება. ამიტომ გადავწყვიტე რომ შევალ რომელიმე სასადილოში, სადაც ყველაზე ესეთი ნორმალური ფასები იქნება. ძალიან წირძველი დროიდან ჩარჩენილი არის სასადილოები, კაროჩე რა. ვითომ მადონა ვარ კოიცე, გინდა შეჩემა? შეუვარდე ჩემო წვება თქო, დავხურო თაკაურობა. ოპ, ნიხუიასი და მდიდრულია სანტიაყო გავყიდოთ. კაფე ბარი მეგობრობა, მეორე არის პროსტა იმერული კერძები, სად უფრო იაფი იქნება. მენიუ და ფასები მაინტერესებს. სოსი და ლუდი. ლუდი 2 ლარი. კაი, იყოს სოსი მოკლედ რა. ერთი პორცია რა. ერთი პორცია 5 ცალი. ხო, ძალიან საინტერესო გარემო. 5 ლარი გაიმაზა ეხა რა. უნდა შევძლო სადმე ჰოსტელში დარჩენა, პლუს ამას დალევაც და სადმე უნდა გავერთო. გართობისთვის ადგილი უკვე მოფიქრებული მაქვს იდეაში. რა გინდა, ანუ სოსისი და ლუდი ერთად 5 ლარი იდეალური ფასი. აჰა. ჭამები. პური. ჩილის соуსი. ჩემ მაკდონალდსის დედისპირში შევწი, ანუ მარილი. წიწაკა, ხარყის ჭიქები შეჩება. შენი არაყი ჩემოდი 5 ლარი გააზრე. თან 5 სოსისი მოდის ჩემ. სოსისი არის რაღაცა იმის რა. გატის ალბათ ჩემი დედა. მადლობა დიდ. ლუდი აბოზიშვილი. შარდისფერი აქვს ზოგადად ლუც. წამო თუ გინდა გარედან რეკლამა გავუკეთოთ. კაროჩე, ეს არის ავტოსადგურის ტერიტორია რა. აქეთ ამ მხარეს არის აპოლო და როიალ ალიგატორი. პირდაპირ უნდა გამოიხედო. არის ესეთი სივრცე. ჯეოსელის ოფისის გვერდით, კაროჩე. სახელი არა აქვს სამწუხარო, მაგრამ კაი სასადილო არის მართლა. მადლობა. ცოტა სოსისი გია ჩოილარივით, მაგრამ ჭამე. არა, სუნი მართლა კაია. ამაში უეჭველი წყალია ჩასხმებში. მე თუ არ დამბრიდო და კაია. ვა, რაღაცები ხომ გაინტერესებდათ მინაზე რა ხდება და რაღაც. ჯერჯერობით ბაიძე არაფერი არ გავკვეთებია მოკლედ მინდოდა რომ მეთქვა. სუნზე რანაირადაა, იცი რო ცივდება მე აქ სტანის სუნი. 5 ცალი სოსისი შეჩემა. ლუთთან და ამ ყველაფერთან ერთად, ან მოგებაში რანაირად მიდიან მე ვერ ხვდები. თორე ისე გემრიელი არის რა. იდეალური. წარია. მაგარი ბოზიშვილი ხო. დოგვია ეს. თან წყალი აქვს ხმა. ასეთი თქვათ იმ დოგვი გაქვს ნახი. გადავიდეთ ჰოსტელში უკვე. ჰოსტელი ვნახოთ. გემრიელი იყო, მადლობა დიდ. ხურდას არ უტოვებო ეს დებილია. სადაა ხურდის დასატოვებელი ხურდა ჩემი დედა. ბედბელას რო შევაგინე ვიღაცა ტექსტზე გონა უკანრო იმან შევაგინე. არა ბოზიშვილი ვაფშე. სასტუმროა შეჩემა უკვე ძვირია გეუნებია. აი სასტუმროა შეჩემა ეს ეღირება მინიმუმ 20 ლარი.
კაი არ მიიღებენ, კარჩი. კაი ნომერს გადავუღოთ და მე რამე დაურეკოთ. ეხლა მომენტ რო უფასოდ რო ბათუმი ისედაც ლამაზია და დაათვალიერებ და ირბენ და ისეირნებ გასაგებია, მაგრამ ანუ რამდენად არის ხოდი რო პირობითად 20 ლარად ჩამოხვიდე და სადღაც დარჩე და სადღაც კიდე დაჯდე და ჭამო მაგის დედა. 5 დღით რო ჩამოხვიდე 100 ლარად ჩემი. ოხჩი, ეს როგორ გავაჩერე? ნახე აგერ. გადმოვედით ბედბელას ჩიხურში. ბედბელ უღმესი მადლობა ძმაო. ხოთაშორის ეს არის პარკში რა, ეს ადგილი. და ნახეთ სად არის? ცეროდენას პირდაპირ აი ეს წინ გამოვუყვები, აი ეგ რაღაც ატრაქციონები რო არის, მაგის ზუსტად მოპირდაპირ მხარეს. ნუ მოკლედ ატრაქციონებთან ზუსტად რა. შევეცდები ყოველ შემთხვევაში პროსტა ისეთი ამინდია და ისეთი ის არის რა ქვია, გარემო არის. გარე ვიდეოს დიჟენი არ არის თლათ ხოძზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შევეცდები მე მაინც რომ რაღაც გავყიდო იდეაში რა. ბედბელასთან არის პოპკორნი, შეგიძლიათ პოპკორნი ისქნათ იყიდოთ, მაგრამ ეს კაი ხნის გაჩერებული პოპკორნია უეჭველი. ხო? რო გახსნა მაშინ დადობოზიშვილიო. გამიღე ამიზე და აბაყავები. არავინ არ მოვა უეჭველი საყიდლად. არა და სათამაშოები და რაღაცეები არის, პროსტა ყავის გაკეთებას რამდენად შევძლებ, აი ეგ პონტია რა. გამარჯობა. გამარჯოს. პოპკორნი გაქვთ? კი ძმო, გამარჯოს, რა ღირს, ბედბელ რა ღირს. 4. კი ბატონო. აჰა, всё, გასაგები. ხო. შეჩემა, ვაიმე ბოსი. ეს რა, headset საწყიდი შეჩემა? გამარჯობათ. შეთავაზე ყავა. მაგ შენ მუშაობ შეჩემა. 4 ლარი გაკეთდა იდეაში ჯამში და 4 ლარიდან 2 ლარს ავიღებთ. ანუ თუ დავიწყეთ ვიდეო 20 ლარიდან ავედით 22 ლარს. შეერთებულია, ხო? და შევეცდები რომ ყავაც გავყიდოთ. ეს ბიჭო ხადაობ შეჩემა. ეს პოპკორნი უნდეს პროსტა ვიზუალურად ალბათ და მე შევჭამე წეგან გამოვყლევდი ინაღამდა. მართლა ბიჭო. საფხულში იდეაში აქ იქნება, არ ვიცი, წესით არიგით, მე რაღაცა პიზდეცი უნდა იყოს რა. აი, მოკლედ, ცხელი ყავა, გადაჭი კუკურუზა. ეს რამდენ ხანში გაცხელდება ეხა? გვიშო. არ ცხელდება ძმა. 4 ლარიდან 2 ლარი ჩემია, ბოზიშვილი ვიყო. 4-ვე არ მინდა. თუ ვინმე გაიჩითა და თუ არავინ არ გეიჩითა და არ გეიჩითა. აუ, არავინ არაა ბიჭო, საერთოდ და იმენა დროს კარგავთ ყოილად რა. წავედი მარტო. კი. პატარა ბავშვს უკეთებთ პოპკორნს ბრატ. აიღეთ? მადლობა დიდ. გაიხარეთ, მადლობა. რა სისულელებს იძახი ხალხი არ იჩდება უჩემი დედავადერე. სულ 6-მა კაცმა ჩაიარა, 2-მა იყიდა შეჩემი. 7 ლარიდან 3.5 წავიღეთ ჩვენ. ბედბელასთან მართლა გამოიარეთ, ხუმრობის გარეშე ვიძახი. ცეროდენის ზუსტად მოპირდაპირ მხარეს არის, ატრაქციონების მოპირდაპირ მხარეს. შეგიძლიათ მოხვიდეთ, ბავშვებისთვის არის სათამაშოები. მოკლედ გამოიარეთ ბედბელასთან. მადლობა ბედბელ ჯიგარი ხარს. ამასობაში მოსაღამოვდა ერთ-ერთი სექცია, მოკლედ შესასრულებელი მისიის იყო გართობაც რა. ეხა ბათუმში მოგეხსენებათ რომ ამ დროს ზამთარში თუმეტეს ეხა არის ხუთშაბათი და არაფერი პროსტა ღია არ არის. ბარის პოვნად ზართული იქნება მაქსიმუმ აი ესე წვრილ ქუჩებზე თუ იქნება სადმე ქუთაისის ქუჩაზე და ავარჩიეთ გეიმინგ კლუბი Let's Play, ისედაც იაფიღებს მართლა რა. ანუ თან ისეც არ მინდა ეხა რომ უფასოდ გამოვიდეს, იმიტომ რომ რეალურად რომ ვთხოვო და რაღაცა უფასოდ კი გამოვალთ, მაგრამ მინდა რომ დაურეკო იდეაში რეცეპშენს და ვთხოვო რამენაირად დაბალ ფასად რო გაგვიკეთონ რა, იმიტომ რომ კომპიუტერი ღირს 7 ლარი, ჩემი პრომოკოდით თუ მიხვალთ აქ ქუთაისის 2 ნომერში, გაგიკეთებენ 5 ლარად იდეაში რა. ალო, გამარჯობა. ის ბიჭი რო გვალაპარაკოთ შეიძლება? ქართულად რო. ზიპერი ვარ ძმაო, გახსოვს მაშინ TikTok-ი თქვენს კლუბთან ვარ ძალიან ახლოს. 20 ლარით, კაროჩე მთელი დღე უნდა გავკაჩოთ და რაღაცები უნდა გავაკეთოთ. ნახე, ესეთი თხოვნა გვაქვს რა. კომპიუტერზე 1 საათი რა ღირს? 7 ლარი. თუ იქნება შესაძლებელი რომ 3 ლარად გამოვიდეს იდეაში რა, აი უფროსობასთან რომ პროსტა თუ არ ექნებათ პრობლემა, ანუ უფასოდ და რაღაც არ გვინდა რა, ანუ თანხას დავტოვეთ, უბრალოდ იმდენი არ გვაქვს რა. აი შეუთანხმები უფროს და გადმოგიდეკავა. კარგი ძმა. ანუ მომენტ ახლა უეჭველი დათანხმდებიან გამორიცხულია, შანსი არ არის. ბოლო ვიხდი. და ჯამში მეგობრებო არის 10 კომპიუტერი და 2 PlayStation რა. ოპ, თან მირეკავი. ალო?
უფრო შეუსახე და კიო მიხარ. ანუ შეგვიძლია უკვე რომ მოვიდეთ, ხო? დიახ. კაი, მიახლოებით 5 წუთში მაქვიქნებ. ეს არის Let's Play. ქუთაისის 2 ნომერში, აი ესე გამოიყურება გარედან ვიზუალურად, მართლა ძალიან განსხვავებული და ლამაზი ვიზუალი აქვს. გამარჯობა. სამგვარად რა ერთ საათს დევაისზე ვითამაშებ. 5 ლარიანი კოპი უნდა მაქვს. ხურდა გვინდა უეჭველი არავის არ უტოვებ დღეს ხურდას. ამ კალისებრზე რო დავჯდეთ, თან სამგვარად იმენო მაგრად ვიკაი. ჩათვალეთ რომ შემოდიხართ პირდაპირ არის VIP სივრცე, ანუ ჯამში მთლიანად არის 10 კომპიუტერი. ანუ იმდენად სიჩუმეა და სიწყნარი, აი მართლა რაღაცნაირად სახლში გრძნობ თავს. თან ბათუმში იდეაში რაც არის გახსნილი, სადაც არ უნდა წახვიდე და რომელ VIP-შიც არ უნდა წახვიდე, ყველგან გაცილებით უფრო ძვირი პასები არის. შეგიძლიათ რომ ჩემი პრომოკოდით მოხვიდეთ, თქვათ რომ ამ ვიდეოდან, ან TikTok-ის ვიდეოდან ხართ მოსულები და კიდე ყველაფერს გიკეთებთ ფასდაკლები. ანუ წარმოიდგინეთ, ჯამში 10 კაცი რომ მოხვიდეთ სათამაშოდ. მე მაგალითად ყოველთვის ეგრე დავდივარ, სულ ძმა კაცებთან ერთად დავდივარ. ანუ 10 კაცი რომ მოხვიდეთ სათამაშოდ, 20 ლარის მაგივრად გამოგდეს 16 ლარად 3 საათი თითო კაც, ჯამში 10 კაც გეხარჯებათ 160 ლარი, 200 ლარის მაგივრად. რეალურად ფასთან შედარებით დევაისები გაცილებით სერიოზულია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა მონიტორი მინიმუმ ეხა აქ რაც დევს, ყველა მინიმალური არის 180 Hz. არის სამზარეულოს, შეგიძლიათ სასმელი საჭმელი შეუკვეთოთ, მოგაწოდებენ და აქ კიდე რეცეპშენთან არის რაღაცები, ყავა, ჩაი. მოდიხარ VIP-ის სივრცეში ჯდები, სტანდარტის ფასის სანაცვლოდ. ზუსტად ვიცი რომ ბათუმში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ხართ, ვინც დადიხართ ამ კომპიუტერების ამბავში. იცოდეთ რომ ეს არის იდეაში საუკეთესო გარემო, სადაც შეგიძლიათ რეგულარულად იაროთ აქ. ოხ, ვაჰ, შეცი. არა. გორგიას უკანა მხარესვა. ჰოსტელთან დავრეკე, ერთი იყო ჩინელების ჰოსტელი, პასუხი არ გამცეს. მეორე იყო რაღაც სასტუმრო ქეთი თუ რაღაც ეგეთი დოქში თუ ნათია და მოვედით ჰოსტელ ქეთიში, რომელიც არის აი აქ. ორსართულიანი სახლია პროსტა რა. დღე ღირს 20 ლარი. დავევაჭრეთ რაღაცნაირად. ისიც უთხარით იდეაში ვიდეოს რო ვიღებდით, ჩინელს რო ველაპარაკე, ვაფშე ვერაფერი ვერ გავაგებინეთ და თან მან დარჩენა ღირდა 25 ლარი და კიდე უფრო შორს იყო და იქამდე ჩასვლა კიდე ფეხი. ჯერ არ შევსულ ვარ, უთხარი რომ ვიდეოს ვიღებდი იდეაში და პირველად ალბათ შეეშინდა, არ ვიცი რა ეგონა, ანუ პორს ხო არ გედები. მე უთხარი რასაც ვიღებდი როგორც ვაკეთებდით და 15 ლარად არ გამოვიდა ეს ამბავი რა. სადღაც 17 ლარად გამოგვიყვანა და 17 ლარი ღირს აქ ეხა ჩვენთვის ერთი დღე. კაი პონტი ის არის რომ ანუ 20 ლარს იხდი, სეზონზეც ასეთი ფასი არის რა. კონდიციონერი გააქვს, აბანო გააქვს, სამზარეულო გარეთ არის. თუ რაღაცა ჟუტკი გარემოების არ გეშინია, ჩვეულებრივად გაატარებ დღეს. კონდიციონერი მუშაობს ჩვეულებრივად. აქ ეხა ფიზიკურად ვერ გავჩერდები. გვიან აი მენა გათიშვის პირას ლეზე მკიდია, მაშინ დავიძინო გამორწყული. გადასაფარებელი არ მაქვს. გადაფარებულია აი кайფეთ ბიჭო. ავალაკი. ლისუნიაკი. ეგა ნუ ეხა 15 ლარად მეტ უკეთეს ფიზიკურად გამორიცხული. ესეთი რაღაცები აქვს სეწა. მასში გვიწევს იდეაში დარჩენა. აი ესეთი გარემოა რა. სახლია ორსართულიანი, პროსტა ჰოსტელად არის გადაკეთება. 7 ესეთი ოთახია გაკეთებული, წარმოიდგინეთ. აი ეს სარკეც მაქვს, შემიძლია ჩავეხედო. პროსტა ანუ მიჩვეული არ ვარ ეხლა, რაც მართალი, არც ფუზიშვილი უკვე თავს არ ვიქებ, არც რაღაც ეგეთ მან შეამძახე, პროსტა ახლა ამ დროს რო არ გავჩერდები, ზუსტად ვიცი, ზუსტად ვარ დარწმუნებული, მეტი აქ საჩვენებელი ეგეთი არაფერი არა. თორემ თორქი აღლებას არის გამომივარდა და დამჭრა. თორემ ნუ აი ესეთი რაღაცნაირი პირობები არის 15 ლარის კვალობაზე. მაგიდები ყველაფერი სუფთად არის, პროსტა ზეწრებზე არის ისეთი დედამოწმული სუნი. პროსტა დაკეცავენ და შემდეგ მომხარებაზე იმას გაატარებენ. თორე დედამოწმული ეს თუ გარეცხე, მაგდენი ღირს თლად აქ დარჩენა. გადავლებით აქ მე ვერ გადავილებ, მაგრამ მინა ძალიან ბინძური ვარ. დავეთ. შედიხარ და ეგრევე ლოგინი გხდება. გავეთი აქეთა. მოვედი მოკლედ ხამის მეახლობით 2 არის საათი 3 წუთები. ბედბილას მაგნა ვარს ვეხვეწე და არ დარჩა მომენტ იდეაში ჩელენჯიც არ გამოდიოდა რა. ეხლა დავწვევი, ტელეფონი არის 15%-ზე. მაგ რაღაცებს დავსკროლავ, რაღაცებს ვიზამ, შეიძლება სტორებიც დავდო კიდევაც და მაგითაც გავიყვან დროს და მე იდეაში დავიძინებ. უცან სიუადე დამოწყო.
მოგწე. რაც შეეხება ახლა შტაბ-ეჭდილებას, ესეც სივრცეში მართლა დედოფლისა ვარ პირველად ვარ. დიდი გადამრი არ არის, მაგრამ ერთი დღის გათენება ღირს 20 ლარი. რაც ქონდა, რამდენი ლარი ქონდა? 23 თუ 24 ლარი ქონდა ვიდეოს დასაწყისიდანვე და თურქი, ჯელალი, მევიდა დარჩა, იტყურა და წევიდა იმენა. აქეთ მაგიდა, რავი, თუ სამუშაო გაქვს შეგიძლია იმუშაო კიდევაც ან კიდე დაფიქრდე შენ ცხოვრებაზე და იტირო ცოტა. ესე არის გარეთ სიტუაცია. ვინც ამ ვიდეოს შემეცნებით ატყურეთ და არა გადაობით 25-26 ლარად შეგიძლია ბათუმში რომ რაღაცა გააკეთო.